მოგესალმებით ნინო. მოდით შევხედოთ საქართველოს პოზიციიდან პირველ რიგში ამ ომს. ეს არ იყო მართლაც ბატონი ციონიც ამბობდა ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ამისთვის ემზადებოდა შეერთებული შტატები და ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში და ეს არ იყო სიახლე საქართველოსთვისაც, არც ასე ვთქვათ, ვინ არის მოკავშირე, ვინ მტერი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატების, ეს არ არის სიახლე საქართველოს ამჟამინდელი ძალაუფლებაში გამაგრებული ძალისთვის, რა განაპირობებს მის ფსონს დღეს და რაზე აქვს მას ფსონი? საღამოშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად არ იყო სიახლე ამის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა, უფრო მეტიც თავად ვაშინგტონს არ დაუმალავს მისი არა მხოლოდ ანტაგონისტური დამოკიდებულება, არამედ ბოლო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო მოვლენებთან მიმართებით ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივიღებთ ზომებს თუ არ აღიკვეთება ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა და რაც თავარია ამ რეჟიმთან არაფერი ამ რეჟიმთან არ გაგრძელდება იმ ფორმით ურთიერთობა, როგორც ეს აქამდე იყო, უბრალოდ არ არსებული ურთიერთობა, მაგრამ თქვათ ამ რეჟიმის ატანას აღარ აპირებდა ვაშინგტონი ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა და აშკარა იყო, რომ მზადდება ნიადაგი იმისთვის, რომ რაღაც გრძელვადიანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და მათ შორის თავადვე აცხადებდნენ, რომ სამხედრო იარაღში არ იყო გამორიცხული, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლადაც ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ივანიშვილის რეჟიმთან არაპირდაპირი, მაგრამ ირიბი დიალოგის გზით არაერთხელ გაჟღერებულა საკმაოდ მკაცრად და გაფრთხილების ფორმით, რომ შეეშვით ჩვენს მტრებთან რაღაცნაირად ორმაგ თამაშს და ფლირტს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოს, ჩვენ ქართულ ხალხს განვიხილავთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ხალხს, ჩვენ რეჟიმთან დღეს არ გვაქვს დიალოგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნების და ამოცანების უგულებელყოფას მოვახდენთ, იმიტომ რომ თქვენ რაღაც მანდ ორმაგი თამაში აწარმოოთ. ამიტომ ეს ძალიან მკაცრად და არაურაზროვნად იქნა გადაცემული ივანიშვილის წარმომადგენლებისთვის და მათ შორის ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ირანი არის ის თემა, რომელიც წითელი ხაზია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავდით ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი არა მხოლოდ დასავლეთის მიმართ გამოირჩევა კრიტიკით, არამედ ძალიან დეკლარირებულად ატარებს იმ ხაზს, რასაც ქვია ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება და ის ვიზიტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამ ვიზიტის არანაირი საჭიროება არ იყო, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დეკლარირება მოხდა ეს დიპლომატიური გზით, გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მისამართად. ახლა ირანს ჩვენი თანადგომა არც ისე ჭირდება და არც ისე ჭირდება, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ მათთან ამ თვალსაზრისით. ეს იყო განაცხადი, რომ ჩვენ აქ რეგიონში ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოა და ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ. ახლა რა ფსონს დებს ივანიშვილის რეჟიმი აქ კითხვაში ავტორიტარული რეჟიმების გამარჯვებაზე ალბათ, ამ ღერძის გამარჯვებაზე. ხო, ანუ თუ ვისაუბრებდით ჩვენ რა ფსონს დებს ივანიშვილი, იმ თავითვე ვიგულისხმებდით, რომ ივანიშვილს რაიმე ფსონის დადების ძალაუფლება და უფლებამოსილება გააჩნია. ხო, ამაში მე დიდი ხანია ეჭვი არ მეპარება და მგონია რომ ამასობაში არავის ეჭვი არ ეპარება, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ ალოგიკური იქნებოდა, ხო, ეგერ თქვენი წინა რესპონდენტიც საუბრობდა, რომ რატო იქცევა ასე, როგორც იქცევა, იმიტომ იქცევა ასე, რომ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებაში კონტრინტუიტულად იქცევა, ხო, ანუ მის სახელმწიფოს და მისავე რეჟიმის ინტერესებს ვნებს, მაგრამ ასე იქცევა, იმიტომ რომ მას არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ ის უბრალოდ არის ძალიან კონკრეტული პროქსი ერთეული საქართველოში, რომელიც იმართება სხვა ცენტრიდან და შესაბამისად ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ამ შემთხვევაში რეგიონულ პოლიტიკის რეგიონში
რუსეთის ამოცანებს ემსახურება და მიზნებს და რუსეთის ყველაზე დიდი და მთავარი მოკავშირე ამ შემთხვევაში არის ირანი რეგიონში, უფრო მეტიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი, როგორც პოლიტიკურად, ისე ლოჯისტიკურად არის სწორედ ეს ისლამისტური დიქტატორული და მავნებლური და ბოროტი ძალა, რომელიც პუტინის პირდაპირი მოკავშირეა. ამიტომ ივანიშვილის ფსონებზე შეგვიძლია რომ არ ვიმარჩიელოთ, მას ფსონები არ გააჩნია. ის იმას გააკეთებს, რასაც მას ეტყვიან და იმას აკეთებს, რასაც მას ეუბნებიან. ხო, მაგრამ თუ ხედავს რომ ეს ავტორიტარული ღერძი მარცხდება, მას ხშირად უტოვებენ რაღაცნაირად გასასვლელს, ვიწროს, რომ აქციოს ეს ქვეყანა მისცეს ამ ქვეყანას დაუბრუნოს დემოკრატიის შანსი, ახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, მას ეს გზა თუნდაც არასუვერენული პოლიტიკის პირობებში ჩიხში მიმწყდეულს შეიძლება რჩებოდეს. არ ვარ დარწმუნებული ამაში, იმიტომ რომ ეს არის ლოგიკა, რომელსაც ხშირად ჩვენი მოკავშირეები მიმართავენ, უბრალოდ აქ ინტერესები იმთავითვე ურთიერთგამომრიცხავია, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის ეს გზა ნიშნავს მის პერსონალურ და მისი ძალაუფლების მარცხს და ყველა მასთან დაკავშირებულის მარცხს და არა მხოლოდ რაღაც დემოკრატიული თვალსაზრისით მარცხს, არამედ დასრულებას ნიშნავს იმთავითვე, ხო? იმიტომ რომ ამ ხალხმა ეს ხალხი ხო რაღაც დემოკრატიული ერთეული არ არის, რომელიც ახლა არჩევნებს წააგებს და მერე გადააბარებს და გააგრძელებს რამე ცხოვრებას. ისინი ვერაფერს ვერ გააგრძელებენ ივანიშვილის გარეშე, ისინი არიან ყელამდე კორუმპირებული, კრიმინალში ჩართული დაჯგუფება, რომელსაც არ უნდა, რომელიც ფართოდ მათი უმრავლესობა არის სანქცირებული, ან მათ პრაქტიკულად არანაირი გასახანი არ აქვს, თუ არა ამ რაღაც თავის ჩემოდანში გამოკეტილი მილიონებს ზდიონ, რომელსაც შეძლებენ რომ რაღაცნაირად შეინარჩუნონ. ამიტომ მათთვის ეს არჩევანი ჩემი გადმოსახედიდან არ არსებობს. მაშინ უნდა ეს კი არ იქნებოდა პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ეს ეგზიტ სტრატეგიას, რასაც ვეძახით, ანუ გასვლის სტრატეგია სახის შენარჩუნების გზით, არამედ ეს იქნებოდა უბრალოდ გადარჩენის გეგმა ინდივიდების მიმართ, რომ აი მე თქვენ დაგიცავთ რაღაც პუტინისგან თუ რუსეთისგან. მე არ ვარ დარწმუნებული, ახლა ნამდვილად რაღაც შეთქმულებით ნაწილში შევდივართ, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ეს არჩევანი გააჩნია, იმიტომ რომ მას მე აბსოლუტურად არანაირ დამოუკიდებელ პოტენციალს არ ვანიჭებ. რა საკვირველია ჩვენი მოკავშირეები სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიული ერთეული ამ შემთხვევაში ქვეყანაში იმისგან დამოუკიდებლად, რომ თვითონ ხალხი არის დემოკრატიული და პროდასავლურად განწყობილი, ყველა გზას განიხილავენ, მათ შორის, როგორც თქვენ ბრძანეთ, არასუვერენულ ავტორიტარებთან, რომლებსაც ესეთი ინდივიდუალური დიალოგის გზით უბრალოდ შეიძლება რაღაც გადარჩენის გეგმა შესთავაზონ ამ შემთხვევაში. ახლა ისე არ გამოგვივიდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხვალდაზე დასრულებულია, რამე არასწორი ილუზიები არ გავაჩინოთ, ესეც არასწორი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური პროცესები მიდის იმისკენ, რომ რუსეთი უფრო დასუსტდება, ვიდრე არ დასუსტდება და ყველაფერი რაც რუსეთის გაგრძელება რეგიონში ადრე თუ გვიან არც თუ სახარბიელო მომავალი ეჭყანება და ამ ნავში რა თქმა უნდა იქნება ივანიშვილი. სხვა შორის ეს თქვა დღეს ფაშინიანმა თუ ყურადღებით მოვუსმენდით აქ ჩამოსულმა ეს უთხრა კობახიძეს რომ ჩვენ რუსეთზეც ვისაუბრეთო ეს არ ხსენებია კობახიძეს მის სიტყვაში არც ის ხსენებია რომ ევროკავშირზე ისაუბრეს ფაშინიანმა ახსენა როგორც ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს ახლა რეგიონში რომ ისტორიული გამოწვევები უბრალოდ რეგიონში გამოწვევები მოვაგვაროთო ერთხელ და სამუდამოდ ის ამას ხედავს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზით და აქ ეპატიჟებოდა დღეს კობახიძეს ალბათ ეცინებოდა კობახიძეს ამას რომ უსმენდა ეს კაცი თვითონ არის შემჩერებელი ევროინტეგრაციის საკუთარი სიტყვით შეაჩერა ფაქტობრივად ევროინტეგრაცია მაგრამ პაშინიანმა ახსენა დამოუკიდებელი პოლიტიკა ანუ ის ძალიან ღიად ეუბნება დღეს ივანიშვილს რომ შენ ითამაშო უნდა ახლა დამოუკიდებელი პოლიტიკა და უნდა გახდე ამ ისტორიული შესაძლებლობის ნაწილი გაქვს ამის შანსი ასე აღიქვით თქვენ მისი ვიზიტი აქ პაშინიანის ვიზიტს
რამდენიმე თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და მისი გადმოსახედიდან პირველ რიგში ის, რომ სომხეთი მართლაც გადის ახლა ისტორიულ გზას, იმიტომ რომ სომხეთს ყავს სუვერენული ხელისუფლება, სომხეთს ყავს დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებმაც ზუსტად რომ ძალიან კარგად დაინახეს ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა მათი ქვეყნის ისტორიული მომავლისთვის და ამ პოლიტიკას ძალიან სწრაფად ჩაებღაუჭენ, მათ შორის იმის ხარჯზე, რომ პაშინიანმა პერსონალური, ვთქვათ, რეიტინგი დიდწილად ამ საკითხს ანაცვალა სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, მაგრამ ის ხედავს, რომ ახლა არის შანსი, ის ხედავს, რომ რუსეთი უკვე ემზადება, როგორც დიდი მოთამაშეები ამას ახლა უკვე ხედავენ, ის ყველა ცნობიერებს, რომ რუსეთი უკვე ემზადება პოსტომის დროინდელი პერიოდისთვის, ანუ ის ავლებს უკვე დასავლურ კონტურებს და იმ ზღვარს სად გაივლის რუსული გავლენა მას შემდეგ, რაც დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ეს თანამედროვე რკინის ფარდა ჩამოკიდოს რაც შეიძლება მეტ ტერიტორია, ანუ ჩამოკიდოს გეოგრაფიულად ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო მოექცეს მისი გავლენის ქვეშ და არ მოექცეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილში. ახლა მაშინ, როდესაც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ჯერ ძალიან შორს არის, მაგრამ ის საქართველოს გარეშე მაინც რთულად გამოსვლა. ინტეგრაციის პროცესის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია როგორც ერევანში, ისე ბრიუსელში, ისე დედაქალაქებში და ამ ეს გზა არის ახლა მისი ისტორიული გზა. რასაც პაშინიანი ასევე ხედავს, არის გეოგრაფია, სადაც საქართველოს გარეშე ეს გზა რაღაც ეტაპზე შესაძლებელია რაღაც ფორმით, მაგრამ არა სრულფასოვნად და არა სრული მასშტაბით. სწრაფად გამოვა საქართველოსთან ერთად რეგიონული განვითარების კონტექსტში. საქართველოს გარეშე თითქმის გამოსვლადი არ არის. თითქმის შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერსპექტივაში იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ეს ყველას წარმოგვიდგენია. ამიტომ მე არ მგონია, რომ პაშინიანს რაიმე ილუზიები ქონდეს ივანიშვილის რეჟიმის დამოუკიდებელ პოლიტიკასთან მიმართებით, მაგრამ მისი საჯარო განაცხადი ამას უნდა ნიშნავდეს. ის საჯაროდ ამას აცხადებს, რომ ჩვენ კავკასიის სახელმწიფოებმა ახლა რუსეთისგან, სომხეთმა თუ მოვახერხე, რომ რუსეთის გავლენისგან თავი დავაღწიე და გამოვიყენე ეს შანსი და რუსეთზე როდესაც ისაუბრეს, პაშინიანი აუცილებლად ისაუბრებდა დახურულ კარს მიღმა იმაზეც, რომ რუსეთი უბრალოდ არც ერთი თვალსაზრისით სანდო პარტნიორი არ არის და სომხეთი არის ამის საუკეთესო მაგალითი, ვინც მსხვერპლი გახდა სწორედ აი ამ არათანაზომადი პოლიტიკის და რუსეთის მიმართ ძალიან დიდი გაუცხოებაა, მათ შორის სახალხო დონეზე სომხეთშიც. ამიტომ რა თქმა უნდა, საუბარი იქნებოდა იმაზეც, რომ რუსეთზე ჩამოკიდება მაშინაც კი, როდესაც არსებითად დამოუკიდებელი წარმომადგენელი არ ახარ და შესაძლოა შენ არჩევნებში გამარჯვება და ყველაფერი ოდესღაც რუსეთმა განაპირობა, მაგრამ ახლა დროა, რომ პრაგმატული პოლიტიკა აწარმოო, პრაგმატული პერსონალური თვალსაზრისითაც და მე შემთხვევით გამოგივიდეს ის, რომ ქვეყანასაც რაღაც კარგი დაუტოვო ისტორიულად. ზუსტად მართლა ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე, ახლა ამ მომენტში ასეთი ისტორიული შესაძლებლობის დროს საქართველოს ასეთ პირობებში აღმოჩენა მართლა ბედის უკუღმართობა, სხვა თუ არაფერი, მაგრამ აქ საერთაშორისო ვითარებას, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ავტორიტარების მარცხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის რაც ხდება ახლა ირანში, ამას ექნება თავისთავად შედეგები. რამდენად ხანგრძლივი გონიათ ეს ომი ირანში 4 კვირა აიღო თავიდან ტრამპმა რაღაცნაირად და ხო არაბულ რეგიონის ქვეყნებს ალბათ უფრო და უფრო ნაკლები სურვილი ექნებათ, რომ ეს ომი იყოს ხანგრძლივი, იმიტომ რომ მათ ინფრასტრუქტურას აზიანებს, მათ ასე ვთქვათ გეგმებს აზიანებს და შემოსავალს და ასე შემდეგ. იგივე სრუტის ჩაკეტვა, რომელიც დღის განმავლობაში 10 ჯერ იმაზე მეტ ნავთობს ატარებდა და 20 ჯერ ხშირად ვიდრე ახლა შეუძლია ეს გაატაროს. შესაბამისად ამ ყველაფერს ექნება შედეგები და რამდენად ხანგრძლივი გონიათ ეს ომი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გულისხმობ. იქ ტრამპმა კითხვა, რომ ამერიკული გემები მოახდენენ ესკორტირებას საჭიროების შემთხვევაში გააცილებენ ნავთობის გადამტან გემებს, მაგრამ მაინც ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში ტრამპსაც არ წარმოედგინა გრძელვადიან ომად.
ხო, როდესაც ამ ტიპის ოპერაციაზე არის საუბარი, პროგნოზების გაკეთება ერთის მხრივ ძნელია და მეც არა ვარ სამხედრო ექსპერტი და არ ვიცნობ თავისუფლებას ზედმეტი შეფასება გავაკეთოთ. დღეს ვუსმენდი თავდაცვის მდივანს ამერიკის შეერთებული შტატების, რომელმაც საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა გეგმა და ფაქტია, რომ ვაშინგტონი აი ამ გაერთიანებული ძალებით მზად არის, რომ ძალიან სწრაფად დაასრულოს ეს საკითხი, საკმაოდ თავდაჯერებული და ვიცი, მყარი ჩანდნენ ამ თავის პოზიციაში, ან ეს ოპერაცია მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში კრიტიკის საკითხია თავად ინტერვენცია, წამოწყება და ის, რომ ეს არ გამხდარა რაღაც პოლიტიკური თუ სახალხო დისკუსიის შედეგი, მიუხედავად ამისა, საკმაოდ მომზადებულს და რაღაცნაირად სტრატეგიულად დაგეგმარებულს გავს, ამიტომ ხო არ და იმის გათვალისწინებითაც, რომ ირანი მართლაც ახლა რაღაცნაირად ჩიხში მოექცა, მას არსებითი საყრდენი არ აქვს, რაღაცნაირად ჩანს, რომ იქნებს ხელფეხს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო, რეჟიმის ცვლილება ხა მიზანი ეს არის, ითქვა, რომ რაღაც თავარი ხო რეჟიმის ცვლილება. ხო, რეჟიმის ცვლილება თუ არ მოხდა, გრძელვადიანი პერსპექტივა მაშინ, ანუ მაშინ აზრი არ ექნებოდა ამ წამოწყებას იმთავითვე, მაგრამ ფაქტია, რომ მინიმუმ იქამდე მიამწყდებენ არსებულ ძალას, რომ მას რესურსი აღარ ექნება, რომ დიდი ზიანი მიაყენოს აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. ახლა თვითონ ადგილზე მე სამუშაო ბევრი იქნება, ჩვენ ბევრი ომი გვინახავს, როდესაც მე ადგილზე შესაძლოა ბევრი რამ არასწორად წავიდეს, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზაციების თუ ორგანიზმების ცვლილების შედეგად, ყველაფერი ისე არ იქნება, ისე იდეალურად არ იქნება, რა თქმა უნდა, თავიდანვე როგორც ახლა სურვილი გვაქვს ცივილიზებულ ადამიანებს და ქვეყნებს, მაგრამ ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენს, რომ ეს რეჟიმი აღარ უნდა იყოს ადგილზე და მისი დანატოვარიც არ უნდა იყოს ადგილზე, მათ შორის ინფორმითაც არა, რაფორმითაც ეს მაგალითად ვენესუელას შემთხვევაში შენარჩუნდა. ამაზე საკმაოდ მკაფიო პოზიციები არსებობს. ეს ის საკითხია, სადაც დასავლეთი გაერთიანებული პოზიციის მატარებელია და ამ შემთხვევაში ევროპა და ვაშინგტონს განსხვავებული პოზიციები არ აქვს, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთს, ამასაც რასაკვირველია მნიშვნელობა აქვს. და ეს რომ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს რეგიონში, ამაზე ხო ორი აზრი არ არის, ჩვენ რეგიონს გულისხმობ, ამიტომ რასაკვირველია ამას დიდი გავლენა ექნება. ამიტომ არის, რომ ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას აწარმოებს ახლა როგორც ალიევი, ისე პაშინიანი, ძალიან სტრატეგიულად სწორად გამიზნული ალიანსები შეიქმნა თურქეთთან ამ შემთხვევაში და იკვეთება, რომ ჩვენ 2030 წლისთვის აბსოლუტურად სულ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა გვექნება, როგორც ევროპის პერსპექტივიდან, ისე ამ რეგიონის პერსპექტივიდან და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა ძალებმა ყველგან ერთიანობაში გაიმარჯვოს, იმიტომ რომ დემოკრატიულ ძალებს ობიექტურად ყველგან უჭირს. ამ წუთას ყველგან დარტყმის ქვეშ არის. ივანიშვილი მაინც ცდილობს შეერთებულ შტატებთან ბმის მოძებნას, ის ცდილობს, რომ მიიღონ ისეთი, როგორიც არის, ავტორიტარი, აქ მაკონტროლებელი, ძალაუფლების მქონე. ბოლო ვიზიტსაც მიადევნებდით თვალყურს, ახლა კი სუვერენული ქვეყნების გაერთიანების ფორუმზე წავიდნენ, მაგრამ თან შეხვედრებსაც ცდილობენ იქ ადგილზე და საუბრობენ, შეცვლილი აქვთ ეს მესიჯი თუ დააკვირდებით, აღარ არის საუბრის მთავარი აქცენტი ივანიშვილის ფულზე, როგორც ყოველთვის იყო, ახლა საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე. რამდენად აქვს ივანიშვილს აი მისთვის სასურველი თანამშრომლობის მიღწევის შანსი ახლა შეერთებულ შტატებში? ხო, თუ ამოვალთ იქიდან, რომ მას ამ წუთას არსებითად არჩევანის თავისუფლება არ აქვს, მაშინ ძნელი წარმოსადგენია, რომ სრული მოცულობის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. რაც თეორიულად დასაშვები შეიძლება იყოს, ის არის, რომ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონთან მიმართებით ძალიან კონკრეტული ამოცანები უდგას ვაშინგტონს. ეს არ არის პერიფერიული საკითხი, ეს არის უშუალოდ უკავშირდება როგორც დასავლურ და ევროპულ საფრთხეობას, ასევე ძალიან კონკრეტულად უკავშირდება ტრიპს, დერეფნის როგორც
უსაფრთხო დერეფნის გამოყენების შესაძლებლობას და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ივანიშვილი იყენებს და არაერთხელ ითქვა, რომ ნარკოტრაფიკინგი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და დიდ თავისუფლებას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის და მათ შორის ეს გეოპოლიტიკური გადაჯგუფებები, რაც გულისხმობს ივანიშვილის თუ რუსეთის დავალებას ივანიშვილის გავლით ჩინეთსა და ირანთან თანამშრომლობას. აქ იმდენი ჯაჭვი გაწყდა ძალიან ხელოვნურად და უხეშად, თუ იქნება ეს ანაკლიის სპორტი, თუ იქნება ეს დერეფანთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ რეჟიმთან საერთოდ რამე ტიპის დიალოგი შეიძლება აღდგეს. თუმცა შესაძლებელია სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, მასზე იმ ფორმის ზეწოლა განხორციელდეს, რომ თქვათ ის რაღაც ტიპის კომპრომისზე დაითანხმონ ქართული სახელმწიფოს განვითარების სასარგებლოდ და მაშინ ეს ის შემთხვევა იქნება, რომელსაც დავაკვირდებით და მე შევხედავთ როგორ იქნება. ცხადია, რომ შიგნითაც ბევრი რამე იქნება გასაკეთებელი, ცხადია ისიც ფაქტია, რომ ჩვენ შიდა პოლიტიკურ ველზე ყველა თვალსაზრისით გვიჭირს და მათ შორის დასავლეთს ივანიშვილის შემდგომ რაღაც ტიპის ალტერნატივა ჭირდება და ეს გაერთიანება რამდენად იქნება ახლა ალტერნატივა ეს ცალკე მსჯელობის საკითხია, მაგრამ დიდ რესურსს ვერ ვხედავ მე იქ დიალოგის აღდგენის, იმიტომ რომ აქამდე ინტერესები ურთიერთგამომრიცხავი იყო. ახლა ივანიშვილში თუ იგრძნეს, რომ აი ძალიან ძლიერი სანქციების შედეგად, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა ივანიშვილის, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი დარტყმა აღმოჩნდა სწორედ ბრიტანული სანქციები ამ პროპაგანდისტულ მედიებზე, რაც რა აქამდე გვინახავს. სწორედ ამან განაპირობა, რომ დიალოგის აღდგენის მცდელობა არის ეხლა თბილისიდან წამოსული, ამან კომბინაციაში აი ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან და ქიმიური იარაღის გამოყენებასთან. ანუ ეს იყო სამი ძალიან დიდი დარტყმის, ძალიან დიდი ძალის მქონე დარტყმა, რამაც ეხლა როგორც ჩანს აიძულა ივანიშვილი, რომ მინიმუმ შეცვალოს თავისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. კი ბატონო. ეს ხო რაღაც ნაბიჯებს ისtildeობს, მაგრამ თუ შევხედავთ მაგალითად სამძიმრის წერილს, რომელიც სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ გააგზავნა სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც, მაგრამ საქართველომ, ესე იგი, რომელსაც ძალიან სურს შეერთებულ შტატებთან რო კითხოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და წერილზე ელოდება, მოახერხა და წერილში არ ახსენა ამერიკელები საერთოდ, ანუ ახსენა იქ სოლიდარობა არაბულ ქვეყნებს, ნუ სამძიმრით იწყებოდა ხამენეის მათ შორის მისამძიმრებით, შემდგომ იყო ისრაელში დაღუპული მოქალაქეების ასევე სამძიმარი, შემდგომ სოლიდარობა არაბულ ქვეყნებს და მთლიანად ეს წერილი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ პროცესს ამერიკა-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას ის აღიქვამს საქართველოს აღიქვამს რეგიონის დესტაბილიზაციის წყაროდ. ასე იყო ეს საკითხი დანახული, ანუ ეს წერილი თქვენი აზრით კრემლთან შეთანხმებულია? ჩემი აზრით ძალიან მარტივი პასუხია ამაზე, კრემლთან არა მხოლოდ შეთანხმებული, არამედ ეს კრემლშია დაწერილი და აქ არის ნათარგმნი და გამოგზავნილი, როგორც უთხრეს, ზუსტად ისე ერთ-ერთზე გადაიტანეს ამ წერილმა ივანიშვილის ხელში საერთოდ გაიარა თუ არა ჩვენ არ ვიცით, როგორც მოვიდა კრემლს აქ და მათ შორის FSB-ს აქვს თავისი კონკრეტული ხაზები უსაფრთხოების სამსახურებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ამიტომ საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ხა ივანიშვილის დონეზე ყოფილიყო ეს საკითხი. გარკვეული ეს წერილი ჩემი ღმერთმენით პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოვიდა და პირდაპირ გაიგზავნა ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც რუსეთს უნდოდა, რომ ეს წერილი საქართველოს სახელით გაჟღერებულიყო და ესეც იყო საკმაოდ კაცრი, რაღაც გამომწვევი ტონით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ანუ ყველაფერი აქ აი ამ გეოპოლიტიკური ჩარჩოთ პერსპექტივიდან უნდა დავინახოთ და ამ შემთხვევაში ყველაფერი რაც საქართველოსთან დასავლეთს თუ სხვა ქვეყნებს მიემართება არის კრემლის პოლიტიკა, რომელიც უბრალოდ საქართველოს ხელით ფორდება, იმიტომ რომ ამ ერთეულს რატომღაც ჯერ კიდევ ქვია არა საოკუპაციო რეჟიმი, არამედ ივანიშვილის ხელისუფლება და მაგრამ კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო უბრალოდ გზავნილი ვაშინგტონის მისამართით, რომელიც კრემლში დაიწერა. დიდი მადლობა. შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები.